შენ შეიძლება ბევრჯერ იმეორებ აფირმაციებს, ვიზუალიზაციას, მედიტირებ, სახავ მიზნებს და ცდილობ შენი ძველი რწმენებისა და წარმოდგენების შეცვლას. მაგრამ თუ შენი სხეული ისევ აგრძელებს ცხოვრებას განგაშის რეჟიმში, არაფერი იცვლება. და აი რატომ? შენი მდგომარეობა იქმნება არა ფიქრებით, არამედ იმით, თუ რა ხდება შენი სულის სიღრმეში, ნერვულ სისტემაში, ის პირველი წყვეტს, თუ ვინ ხარ ახლა. ადამიანი, რომელსაც შეუძლია შექმნას, თუ ადამიანი, რომელიც უბრალოდ უნდა გადარჩეს. არჩევანი შენზეა. იფიქრე ამაზე და ყველაფერი კარგად იქნება.